დედაჩემი არის ეს დოხნაძე. ეს დედაჩემია, ეს მე ვარ სურათი აქეთა უფრო ბოლო მამაჩემ რო ცოცხალი იყო ეზოში ჩვენთან ეს სურათი რაჭიდან არის ჩემი დედა დოხნაძე ეს მე და ეს ჩემი მამიდა. დედაჩემი ქართველი არის და მამიდა ჩემი აფხაზია. ეს ჩემი დიდი ბაბუის. დიდი ბაბუა სურათში. მე დავიბადე ოჩამშირის რაიონ აფხაზკე სოფელი იყო. დედაჩემი ქართველია, სუფთა ქართველი რაჭაში ცხოვრობდა ბაბუაჩემი, იქედან გამოვიდა შამშირაში, შამშირაში ცხოვრობდა ბაბუაჩემი. დოხნაძე იყო და მამაჩემ გვარამია აფხაზი და ერთად 40 წელი იცხოვრა დედაჩემ და მამაჩემ და ნელა-ნელა ისწავლა აფხაზურად. ჩემი ცოლის აფხაზია, ირმა ადლება. მე სუფთა აფხაზი არ ვარ, ეს არის ადლება სუფთა აფხაზი. იქეთ დავიცანეთ ერთი დღე, კაი წვემა იყო და მოდის ფეხით. და მე მანქანას გავაჩერე და დავიცანეთ ერთმანეთს. და პირველად რომ ნახე, მეორეჯერ რომ ნახე, მეუთხარი მეწონა და დავაიპარჟენ იმისა. არაფერი არ თქვა, არა, ისევ წავიდა, ნუ მე არ დავანებე თავი. და ერთი ორი კვირა ვიარე იქეთ-აქეთ და მე კაიაო და მოიყვანე ის მე 93-ში იყო ეს. ის მე ასეთ ვარ და 4 შვილები 4 ცხოვრობს ასეთ. ტრადიციები, იმნაირი ტრადიციები იყო აფხაზეთში, ახლაც არის, ნუ იმ დროს ერთი 30-40 წელი უკან უფრო მაგარი ტრადიციები ერთმანეთ პატიცემა დაჟე ხმარის ძმას სახელი ძალის სახელი არ უნდა თქვა სხვა სახელი რუსული და მეგრულად ლაპარაკობდა უფრო ჩვენთან. ქართულად დედაჩემ ქართველი იყო, ნუ არ ლაპარაკობდა ქართველი, თუმ არავინს არ იცოდა ქართული. მარტო რუსული და მეგრულად. მეს მიჭის ქართულად ლაპარაკი. ცოტა ნუ სწავლა არის ახალგაზრდა, მე უკვე არ მიეჩვენე. ნუ ვიცი რაღაცები ცოტა, ნუ შვილებმა აფხაზურად იცი, მეგრული იცი, რუსული და ახლა ქართულ აქეთ რომ მომივიდე, ბავშვები სკოლაში იყო რომ წამოვიდე, ყველა ქართულად კარგად ლაპარაკობს. 2012-ში ბავშვები და ცოლი ყველა გამოვიდეთ აქეთ. ის მე თავრობა ბინა მომცა იქეთ-აქეთ ყურადღება და ახლა აგერ ვარ 4 ბავშვები, 4 შვილები მყავს. ეს უფროსია, მეორე და ქუთაისში 2 ცხოვრობს. ერთი ის უფროსი ეს დედა, ეს ბავშვები დედა ჩემთან არის ახლა დროებით. 2 საზღვარგარეთ ცოლი იტალიაში არის. სასული 1 წელი უკვე გავიდა. მენატრება. მაგრად მენატრება. მე ტელეფონში აფხაზეთში რო არის ახალი ამბავი, ყველა პროგრამაში მაქვს, უყურებს თავარი ბავშვებს, კაი ცხოვრება და კაი, იტომ გამოვიდი მე იქედან ბავშვი მოიყვანე, იქეთ არ იყო კაი. ახლაც არ არის კარგად, ნუ იმ პერიოდში ცუდად იყო სიტუაცია. მოვდივოდი ერთჯერ, ორჯერ თბილისში ბიძაშვილები ცხოვრობს და ნახე რა ცხოვრება იყო. რა კარგად იყო ყველაფერი და ვიფიქრე და მე მოიყვანე ჩემი ოჯახი აქეთ. წყალტუბოში გვიშტიფში ცხოვრობს ახლა. აქეთ ვიყიდე სახლი. მიეჩვენე აქაურობა. მეძობელები კაი ხალხია. მე როტოლური ვარ.
ყველა მეზობელი ამბობ ეს ხალხი იმდენი ცხოვრება გავიდაო ასეთ და ყურადღება ვაქცევი კი ჩემი შვილიშვილები სუფთა ქართველები არის დეისაძე მეორე სუფთა ქართველები ოჯახში არის მეორე გოგო ის ხაჭაპურიძე სუფთა ქართველები არის და ასეთ ქართველები აფხაზები ერთად ოჯახში ასეთ მნიშვნელობა არ არის ვინ არის მნიშვნელობა არის სიყვარული ბაბუ და ბებო რაღაცას რომ ამბობენ მეგრულად მე გავიგებ რას ამბობენ ო აფხაზურად მე საფხაზურად მესმის თავარი შენ უნდა იყო კარგი მე ყველა კარგად ჩემი ქართველი დამთავრდა უკვე